დანარო ჩაასო. ბიჭო, ნარო. მოგონია რომ მანქანა დამრჩა ღია დონახოთ. ბიჭო ეს რა არის? ამით მე ვერ ვივლი ვერსად. შოკი და პანიკა. აბა. ხმერთო. და ნუ ვარ დებილი. ახე გავიძრე. აინთო. კონდიციონერს ყავს უშუქი. საიდან და რატო ვერ გავიძრე? ნიკაც მოვიდა თავისი ბარგითურთ. მზად ხარ ევროტურისტის? ბარგით მოვედი, რომელიც არის სამბორბლიანი. მზად ხარ ნიკა ევროტურისტის? არა. არც მე არ ვარ მზად. უნდა ჩავლაგდეთ. ისე რამე სიახლეს ხო ვერ ხედავ, მოდი აბა ერთი წამი. სად? ვერაფერს ვერ ამჩნევ მანქანას? შევამჩნევ. კარგად დააკვირდი. ლაშა? ლოგო არის. არა, ლოგოს ავიდანებ. კარგად დააკვირდი, მაგ თავარი რაღაცა არის, რაც უნდა შეამჩნიო. შენ არა. ბიჭო, არ გადამრიო ეხა. ბორბლებს შეხედე. გადიდდა? ხო, ოდნავ დიდი ბორბალი დავაყენე. ამბოლში გამოვცვალე. თავიდან ვიფიქრე მეთი ბორბლებით ხო რა, მაგრამ თან იდეაში რაღაცნაირად რო არ მიჩვეულ. შენ უფრო ეხა მიჩვეული ხარ ამის გაბარიტებს და რაღაცა და ეხა ვხედავ რომ ცოტა აწეულია მანქანა. კი, ოდნავ აწეულია და თან უხეში არის რა ეს ბორბლები. ატეა. ახალი, ულამაზესი, იაპონური ბრენდის საბურავებია, ძალიან კარგი ხარისხია და 80-100 კილომეტრს გამატარებს. ხო და რა ხდება? მანქანით მივდივართ შვეიცარიაში და გავივლით უამრავ ქვეყანას 18-მდე. შეიძლება 20-ც, არ ვიცი, სადმე თუ გადაგვიტრიალდა, თუ გავედით. მე ამის შესახებ რო არ ვიცი. და ახლა ვინები მივდივართ ტურში. მე ძღოლი ერთი. ძღოლი ორი, ნიკა, მარიამი და ლაშა, რომელიც ძღოლი არ არის. ნახე ამ ხუთებში რა მოვირავე, მაქვს PSP-მ გამოგვიგზავნა ყველაფერი, რაც გზაში დაგვჭირდება. შენი საყვარელი კოღოების სპრეი, მზისგან დამცავი, აი ესეთი ნახე რა მარტივია, მოიცა? ვაუ. აღე კვილის ჯაგრისების სამივესთვის სამყოფი ყველაფერი და აქ არის უამრავი შამპუნი, თავის მოვლის საშუალებები, რავი, ყველაფერია. ტარაზომის პროდუქტებია, რომ მარტივად ვატაროთ და არ დაგვიმძიმდეს. ძალიან ბევრი პროდუქტი გამოუგზავნია PSP-ს და ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ მარიამ იქნებ ჩამადებინო ეხა. კი, ახლა. არა, მაგას მე ვიზამნი, მაგდენი არ იყო საჭირო. ლიტრიანი ზეთივი გვაქვს შელის, რომელიც ამბოლმა გამომატანა, რომ შეცვლა რომ დამჭირდება 10,000 კილომეტრზე 18 მომიწევს გამოვწვოლო. მანქანა უნდა დავბრენდოთ პანუოცოს და ტაბლას სტიკერებით. იცოდი არა აცილო. ძალიან რთული ტასკია. მე ვაიმე უკვე უგრძნობ რომ გვიფუჭდება. მეც. იქ ბუშტი არ უნდა დატოვოთ, ბუშტი არ უნდა დატოვოთ. მიშოელეთ ეს რა არის? წესიათ, ბიჭო, რამდენი ბუშტები დატოვეთ? ბიჭო, ეს რა არის? ამით მე ვერ ვივლი ვერსად. არა. ეს რა არის? ღმერთმანი. ვიტირებ. ლამაზია ძალიან, მაგრამ ძალიან ცუდად არის დაკრული. არა და როგორ უხდება? ავიძარით ახლა და წავედით. ჯერ თურქეთი გველოდება. ვიცი უკვე მე რამდენი საათია ვარ გზაში, იმიტომ რომ მე ვაედითებ, მარიამი ატარებს ლაშა. ვიღაცა დეგენერატმა გადაწყვიტა რომ მანიშნებელის გარეშე გადასულიყო ჩემს წინ. მივდივარ 120-ით და იმან უცებ გადმომიჭრა ესე. რომ ცოტათი გაგვეწევა. ანუ უბრალოდ ბათუმის მოძრაობა არის შოკი და პანიკა. გზაჯვარედინზე ვინსად მიდიოდა ვერ გავარჩი, ანუ ერთი შუქნიშანი არ იყო. ვეღარ გავწელი და სანამ დააყენებდა მანქანას გადმოვედი, იმიტომ რომ ცუდად ვარ. ძალიან ცხელა. ძალიან ცხელა. ჯავშანი გაკეთებულია, შეგვიძლია უბრალოდ შევიდეთ და ხო. ისეთ სამფეხზე დგას. მე ხომ ვთქვი რომ ჩემსას ფეხი არ აქვს. ახლა და გადავწყვიტეთ რომ ბათუმში დავრჩეთ დღეს, იმიტომ მერტო. ძალიან დავლედი ვარ. მოვედით სასტუმროში. და ხა ავდივართ ნომერში. ესეთი სასტუმრო გვაქვს, room tour-ი, არ ვიცი, 3 საწოლი, აბაზანა აქ არის. მე აქ ვარ და ძალიან მინდა რომ დავიძინო. რა დაიძინო გოგო? იცი ამდენი საქმე, მაგრამ დავიძინო მართლა. 2 seconds later. დილამშვიდობისა საქართველო. ჯერ საქართველოში ვართ და მაგიტომაც დილამშვიდობისა საქართველო.
და ხვალ უკვე თურქეთში გავიღვეწებთ. ნიკა გუშინდელის მერე იძახის, რომ ყოღვები მკბერენო და მე მქონი ელანდება, მაგრამ თუ არ ელანდება, მე მაქვს ნიკაშვილის ჯარდოს ნური ყოღვების სპრეი. ეს რო ხონდა ვერ მითხარი. PSP-მ გამოგვიგზავნა ყველაფერი რაც გზაში დაგჭირდება. შენი საყვარელი ყოღვების სპრეი. ბატონო. წავედით თურქეთში. ჯერ არ წავედით, ჩეკაუტდებით უბრალოდ სასტუმროდან. ხო და მუწუგია მომივიდა ზუსტად აქ. ამ დროს ხმარობ ხოლმე ესეთ რაღაცას, რომელიც PSP-მ გვაჩუქა ადრე და ღამე ვისვამ ხოლმე და დილით უკვე აღარ მაქვს. ერთი დღეა მოგზაურობა დავიწყეთ და უკვე მეზარეა. ყველა მომდევნო დღე. ისევ ჩავლაგდეთ. ამ ხელად შემოდანი მაქვს და ყველაფერი ტანსაცმელი ამაში მილაგია და იგივე მომიწია რომ ჩამეცოდა ხოლმე და ამოვიყო. ხოფის ბაზარში მოვედით რომ ვიყიდოთ ცეცხლმაქრი მანქანისთვის. რა ვიცი, ყოველი შემთხვევაში მაინც უნდა იყოს მანქანაში. იმაზე პატარა თუ გაქვთ. ხო, აი ეს რაღაც აქეთა, შავი არა აქვს კაი. და ვადა და რაღაცები აქვს, ხო? მოვედით სოკარში, რომ გადავავსოთ ბენზინი. მოვედით საზღვარზე. გზავრები უნდა გადავიდნენ ფეხით მანქანა, ძღოლმა უნდა გადაიყვანოს. ნიკა წავიდა ფულის გადასახორდებლად. პატრული გვეჭხობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი გავჩერდით იქ, სადაც გაჩერება არ შეიძლება, მაგრამ სხვა გზა არ არის. გაუფლიანებული ვარ მანქანაში, ცუდად ვარ. იმდენი ვირბინე სარფის საზღვარზე არ არის ევროები, არც ბანკომატებში, არც გადასახურდებლებში და ცალ-ცალკე ვახურდავ. მე ვარ დებილი. მე ვარ დებილი. რომ დამავიწყდა, რომ ევრო გამომეტანა ბათუმში და დავრჩი ისე. ისინი წავიდნენ უკვე, გადადიან საზღვარზე და მე ახლა მანქანით უნდა შევიდე და აი არ ვიცი, გაუფლიანებული ვარ. არიქა, გადმოვედი. მე ღირსა თურქეთში ვართ. ღმერთო! აი ასე მარტივად არსად არ გადმოვსულ ვარ და ასე რთულად არსად არ გავჩერებულ ვარ. რა მარტივად? რა ძალიან შენ ძალიან მარტივად გადმოხვედი და ჩვენი მენა სახე გავიძრეთ. ჯერ მარტო კამერაზე გამაჩერა რა, მეთქი მიჭერს, ანუ ისეთი ტონით მელაპარაკებოდა, გამიხსნა ესე ისტერილო და უბრალოდ დაინტერესებდა რა ბრენდის კამერა იყო და ჩემი ოცნება არისო ეგ კამერაო. მადლობა, უბრალოდ მაგდენი აგრესია საჭირო არ იყო. არა, მე ძალიან მარტივად გადმოვედი, ანუ იმდენად მარტივად, რომ არ შემიმოწმეს რა მქონდა, მანქანაში რა მქონდა, საერთოდ არ შეხედეს, არც ქართველებმა არც თურქებმა, უმარტივესად გადმოვედი რა. პასპორტზე ჩახი და პირდაპირ დაარტყა ორივე მხარე, მისე გადმომჩოს. არა და 2 თვის განბაჟებული მაქვს მანქანა. ამოდი დაიკეტა მაღაზია. ესე იგი, ჩამოვედით ტრაბზონში. გავჩერდით, იმიტომ რომ წინ კიდევ 3 საათის გზა გვაქვს თუ არა მეტის და მაღაზიაში უნდა შევიდეთ, რაღაცები ვიყიდოთ. ძალიან დაღლილები ვართ, Samsung-ში გადავწყვეტეთ გაჩერება. და ეს იყო ძალიან ცუდი არჩევანი, იმიტომ რომ 8 საათიანი გზა იყო და ჯერ ნახევარი გვაქვს მხოლოდ გავლილი. დონერჩი ნეტა რა ღირს. ტუალეტში მინდა. შოკი, მე მიყვარს შოკი. ხოშ გიალდინეს, ვაშევიდეთ. მიყვარს. ვაუ, თურქული კოკაკოლის გვერდზე ჩვეულებრივი კოკაკოლები. ლაითი კოკაკოლის ფასი არის ეს და ჩვენთან ადრე რო იყო, რაღაცა 5 საუკუნის წინ სახელები ეწერა ხოლმე, ახლა აქ არის ეგეთი კამპანია. ეს არის ადგილობრივების საყვარელი სასმელი. მე არ მიყვარს საშინელი გემო აქვს, მაგრამ მიყვარს აი ეს. ამ წამს გავიაზრე რომ მანქანა არ ჩამიკეტავს. ხმეთო მე რამდენად უნდა დამემართოს, სად არის გასასვლელი? ხმეთო საკეთილი ყოფილა. ვიშოპინგეთ, მაგრამ არაფერი არ იყო რა თქმა უნდა. ვიყიდეთ აირანი, წყალი და ჯელიბონები. დროები ვართ ოფიციალურად. 2 საათზე ჩამოვედი. 2 საათზე. 2 საათი არის. მარიამმა ატარა, ანუ 9 საათი სადღაც. 9 საათი მართლა, ანუ აი იყო ჩაღა ყველანაირად, იმიტომ რომ I would never. დავიძინებთ და ხვალ მივდივართ არ ვიცი სად, მაგრამ ხო. დღე მეორე უბრალოდ მართლა ზედმეტად დაღლილები ვიყავით იმისთვის რომ რამე გადაგვეღო და დილით ძლივს ავდექი. წავედი ვივახში, მე ეგ იყო ჩემი მაქსიმუმი რაც გავაკეთე. ძლივს თავი დავიბანი, ანუ არ მინჯერა. ხო და დღეს მივდივართ, სად მივდივართ? სტამბოლში. სტამბოლი? ამბოლი? რამბოლი. რადგან შვეიცარიაში ბათუმის გავლით მივდივართ სოკარში. ანუ გვაგდებენ ოთახიდან და voice-over-ებს წერს. ბიჭო, ეხა ხელს მიშლი. მიდი დროზე. გუშინ რომ მოვედით, მთელი პარკინგი იყო გადავსებული და ახლა ერთი მანქანა დგას მარტო. რაღაცა გაუშვა. რა გაუშვა? მანქანის ქომოთ. უმოგვარესო კონდისად. რაღაცა არის მანქანის
ქვეშ. კონდიციონერის წყალს უშვებს და საიდან და რატო ვერ გავიგე? რა ხდება? მანქანა ცივია, ვამოწმებთ. წყალი ხო არის, ზეთი ხო არის და ასე შემდეგ. ამეთ ამოვსკდით და ეხლა ვაგრძელებთ გზას და მივიდივართ ფასიანი გზაზე. რაღაც ნამეტანი ლამაზი გზა გამოჩნდა. ძალიან გაწვიმდა. აბა რა ვიყიდოთ? მთელი დღეა მარტო ჩერდებით ესეთ бенზინ გასამართ სადგურების. ხო, სხვაგან არ არის ოფში, ანუ არჩევანი არ არის რა, ანუ რო ჭამოი. გავჩერდი და თურმე ნიორი ალაგია. მე ხორც არ გავრისკავ, მოდი არ მინდა. მეც შეუკვეთე. იყოს ხორცის garaში ამჯერად და უი, ბარათით შეიძლება გადახტა. წერან დაადრო ტერმინალი და გადაიხადა. ვაუ, ანუ აქ როგორ წარმოუდგენელია. მე მეგონა ხა ჩემი ქეში მთლიანად დაიხარჯებოდა და მაგრამ აუყროვდებით. აუ, ანუ გაჩერებაზე რაღაც აქ ტუალეტი ხედი ძარი. და. ნაბძიო, ფანჯარად ამიტომ ღია. მოდი ესეთები არ გვინდა. აკეთებაშა. ძღოლი ხარ შენ და უნდა ისკონტროლო საწესა. ეხლა გაკონტროლებ მე. შემოვედით რაღაც ესეთ პატარა ბუნგალოში. ბუნგალოშია. ყველაზე local experience გვექნება ჭამეში. ეცამ მე იცი რა მიყვარს ნახე. აია. მე ეს მიყვარს, ზოგადად ხალხთა ისო, მაგრამ ეს კუბიკები ძალიან მიყვარს, ესე ვასმერებ ხოლმე, ხო, ყუდასვლა და მე ვჭამე. ზაგაბელია. სიმინდეც მოგვიტანეს. ლაშას მოუტანეს ეს და მინდა ვთქვა რომ საკმაოდ კარგად გამოიყურება, იმიტომ რომ გრილზე შემწვარი რაღაცეებია. გადავდივართ. აუ, მაგარი ის ჩანს. ძალიან მაგარია. ხდება ხო ცოტა. აიმე. მე შეუკვეთე. და ხა განსხვავებაში ვარ, მაგრამ აი ეს სიმინდი იყო ზესასწაული. უწუდიანესი. მე შევუკვეთე კიდე გოგრა იქედოთ რა გოგრა და მე ვთქი ეს მომზადებული არ გაქვს, ხო და არაო რა. და მე მეორე კაც მოვსვა, მიდიო მომზადეო და კარგიო და მე მიმზადებენ. პირველად ჯამასით სალატი. დესერტად მარიამს რო გოგრა უნდა და უნდა ნესვი. თურმე ნესვი ყოფილა, ესეთი უცნაური ნესვი პირველად ნახე. ანუ ესეთი გემრიელი ნესვი მართლა არასოდეს გამისინჯო. გასინჯა? აბა მე არ გითხარი. ნესვის საზამთროს და მსხლის გემო აქვს ერთად. ხუბაჩუქსაც რომ ნესვის არომატი აქვს, აი ზუსტად ეგეთი გემო აქვს და ლაიმში არც არ გამისინჯობს ეგეთი ნესვი. ფასიან გზაზე რაღაც საცობი არის. ფასიანი გზაც გავიარეთ და ეხა უნდა გადავიხადოთ თანხა. ბათუმზე უარესად ატარებენ სტამბულში როგორც ჩანს. ანუ უარესად არა, ანუ რაღაცა კატასტროფულად ჩოქში ვარ. 9 საათია ვატარე და ქალაქში შემოვედი და უიდან გადავედი 1 წამში. მეორე წრეზე მივდივართ, იმიტომ რომ სასტუმროს პარკინგი. ამიტომ ბენზინა. ცხოვრება არა, პირველად. წინაზე რამდენი კიდე არა სულ არ უნდა. რატო ითხოვები? როგორ არა გითხოვ? აუ, ცხოვრებაში არ უნდა ბენზინს ჩემთვის. სილიში ათებული ხონდა კიდევაც. ჩემთვის ცხოვრებაში ბენზინს არ უნდა, რაც ეს მანქანა ვიყიდე. შენთვის არა, მაგრამ მანქანისთვის კი. არც მანქანისთვის არ უნდა. კაი, მაშინ არა უნდა. არა, უკვე მანქანაც იყო და მე გავთავაზობ. რაც მანქანა ყავს პირველად ამითო საწვავის ჩეკმა. აქამდე არასდროს არ ყოფილა გეჩემთხოვა რომ ბენზინი არ ჩამესხა. მედია ხოლ ამიყვანს ეს მანქანა ბენზინი გასამართ სადგურამდე რომ ჩავასხა საწვავი. ეს სასტუმრო შესასვლელი. მე არ მჯერა რომ მოვედით, რომელი საათია? ორჯერ გავჩერდით, ხო? ორჯერ გავჩერდით. 16 სართულიან სასტუმროში ვარ. აბა რომელ სართულზე ვქნებ შენი აზრით? ამან ის მე 13 ან მე 12 სართულზე. მე 6 სართულზე ვარ. მაგრამ მოგებულად ალბათ ლაშა ითვლება. თუ შენ შეხვედი? ჩადე რა ანთე. ვაუ. აი დიდია. ой, რა დიდია. შეტარებით სადაც ვიყავ. ხო, ეხა 2 კვადრატში, ჰილტონში.
ძალიან დიდია. ნეტა როგორ ხედი ვაკ. ვაუ. აღარ ვარსებობ. რაც ამოვედით, ესე იგი რაღაც მაღიზიანებს და მგონია რომ კედლიდან მოდის რაღაც კატასტროფული თვითმფრინავის ხმა და თურმე ანუ და ვერ ვიგებ რა არის ჩემ ჩანთაშია. What the fuck? ვაიმე გული გამისკდა. ვაიმე მეთქი რა ხდება და რა მიფეთქდა ჩანთაში. თქვი გუშინ რომ იმედი არაფერს მიზამს ეგ ხორცი. მე ხორც არ გავრისკავ, მოდი არ მინდა. მაგრამ რა თქმა უნდა, დღეს ვიქნები ბანანებზე და წყალზე. ძალიან ცუდად ვარ. ბენზინს ვასხავთ. აი წკიბზე მქონდა ეგრე ცხოვრება, აი ემოციური ვარ, იმიტომ რომ ეგრე ცხოვრებაში არ ყოფილა რომ ბენზინის ჩეკმა ამინთოს. ყველის ბეიკერი ავარჩეთ და ნახე რა სპარელი კოკაკოლა. შუშის და ზერო. Starbucks-ის ესპრესო, ორცხობივა. ეს არის იმის ანალოგი. ანალოგი ხო? აღარ მახსოვს რა ქვია. ის ტვინკიო თუ რაღაცა. Twinkie ხო? Pit stop-ი გვაქვს, იმიტომ რომ უბრალოდ Starbucks-ის ლოგო დავინახეთ. არა და მარიამს არ უყვარს. მე სარაი უფრო მიყვარს და სარაის გამო გავჩერდი. ნიკა Starbucks-ი. სარაი აი არის სიმითები როა? ხო. თან სიმითების სენდვიჩები აქვს. მოვედით Starbucks. ადეკვატური, ანუ ვეუბნები რომ შეუკვეცოთ მეთქი და არ შეეთქო რას იღებ. და დაждდა სკროლს ტელეფონს და მოვიდა ჩემი შეკვეთის დრო და ვეკითხები რას იღებ მეთქი და ადგა და უყურებს მენიუს. ტირამისუ შენ არ უთხარი კრემი მინდაო. Oh no, მიდი დაამატებინა. თავიდან რიგში. უნდა გადაიხადო მაგაში. მე pumpkin spice tea. უნდა კრემი, არ უნდა კრემი. დაკბილია. კაპუჩინოს ლატეს რა ვერც არის. ძალიან მომდელია. მე ჩემი ძალიან მომწონს, მაგრამ კაკაო ტირამისუ ძალიან ცუდია. ამ მარკეტის საპირფაშოში სალოცავი ოთახი ქონდათ ცალკე და საპირფაშოებში შიგნით იყო ფეხების დასაყრდენი კულტურული ელემენტია. აი ესეთი სივრცეა სალოცავი. მოვედით ბულგარეთის და თურქეთის საზღვარზე და გადავალთ. რატომაც ბევრი მეკითხებოდა და მიწერდა კომენტარებში, ფასიანია თუ არა ქვეყანაში გადასვლა. უფასოა. თუ ვიზაა საჭირო, მხოლოდ მაგ შემთხვევაში გვახდევნებენ ხოლმე ვიზის მოსაკრებელს და დანარჩენ შემთხვევაში საზღვარზე გადასვლა უბრალოდ უფასოა. ევროკავშირის და ბულგარეთის დროშები. გადმოვედით ბულგარეთში. McDonald's-ის ლოგო დავინახეთ და ანუ მე უზივარ ვაედიტებ და მანქანა შემოფრინდა, მარიამა შემოაფრინა, რასაც ქვია. ეხლა ვეგეტარიანული არაფერი არ ხონდეთ. Eat in. აბა ნახო. ვაუ, ნახე ბეკონით არის big toast-ი. Big tasty ბეკონით. Toast-ი რა, toast. Dream pie. Dream pie რითი არის? ჩაოლაბრები. ვეჯი. შო მარიამს აინთო. მაკვეჯი, რა მაგარია. ვაკ ჩისტარები არ ექნებათ? ნუ ახლა ჩისტარები არ არის, მაგრამ სამაგერად მოცერავა სტიკებია. არა, ჩისტარებში ის მიყვარს, რომ ჩედარია შიგნით. ლუჯი ყველი соуსი აკლია. ვეჯი ბურგერი. соуსი აკლია ჩემი აზრით, იმიტომ რომ მშრალია თვითონაც და მშრალი ჩანს. ვაიმე, მწვანეა. ბულგარეთში კოღოებმა დაგუბლიჯეს და რა თქმა უნდა, აი პესპეს გამოგზავნილი კოღოების საწინააღმდეგო ხსნარს ვიშხურებთ. ხელებზე შრომობია. დამგულიჯეს ბიჭო, საშინელება. ხოთია თუ ბულგარეთი. ვაიმე, დეგენერატი, სანამ ვიღებდი მემეჯ და თითზე. მოვედით ჩვენს აპარტამენტში და უხულესი პარკინგი და შენობა გვაქვს. მოკლედ, ნუ შემოდიხარ თუ არა ეტყობა, რომ ევროპაში ხარ. მაგარია. გეხო, არ გაჭყლით ვარ. უამრავი მკვდარი კოღო, მარიამი, რომელმაც ლამის გადამიარა. შვიდე სართულზე დააჭირეთ რა. რომელი თითით დავაჭირო? ჩემს მეშვიდე სართულზე ვარ. თქვენია? როგორ გრძნობ თავს? არა, ჩავლები. თვალები გაქვს ჩაქცეული. რა თქმა უნდა. ხოჩა მარიამს მართვა, იმიტომ რომ ამდენი ხანია გვატარებს და ერთხელაც არ მოინდომა რომ
ჩამენაცვლებია. აი, უფრო მეტად უნდა. ტექნოლოგია. აბა ვნახოთ. ვაუ. ლამაზია, მაგრამ ეს დუბაის იატაკები ჩვენთანაც ძალიან უხვად აკეთებენ ამას და აი არ მესმის უბრალოდ რატომ? პრიალა, რატომ უნდა გააკეთო რამე? ზოგადად ცხოვრებაში პრიალა. ესეთი სამზარეულო გვაქვს. იქნებ ვინმემ დაკეტოთ სადარბაზოს კარი და ეგ არის. ვაუ. სარეცხი მანქანაც გვაქვს. აი რა დუბაია. აი ზუსტად ეგ ვთქვი. ანუ ეს მარმარილო. მარმალადი. აქეთ კიდე არა ვთქვა, არა იმენა ფილოსოფიელები. ოი, არა უშავს. ეს რა, ბიჭო. 2 დღე უნდა ავიტანოთ. მარმალადი. მარმალადი. ჩაგეთ? საშინელი რემონტია. ნუ ანუ იმ კუთხით რომ სისუფთავე არის, მაგრამ ნუ აბა ჭიქების სულაც. აივანი გვაქვს ხო? აი მე რა ლამაზი ჭიქებია. ესეც აივანი და აივნის ხედი, რომელიც პირდაპირ ჰაივეიზე გადის. რა? ნახე რა ლამაზია. ეს და ეს თავს ჭიქები. აქ არა აქვს კაცო ეს კანონი მაყუჩების შესახებ. წამდა უცუ მისის როგორ დღმ. რა შვილი? ვალაგე პროდუქტებს. საკმაოდ ძვირი აქაურობენ. რა შეიძლება? და აღიქნო. ძალიან ძვირი პროდუქტი. ყველაფერი ძვირი ეს. გაზეთი გადაიხადე. ევროში გამოდის ძალიან ძვირი. რამდენი გადავიხადე და არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ძვირი. მილკა შოკოლადი ბისკოვით. გასაყოფი პროდუქტებია და 80.76 80.76 არის სადღაც 160 ლარამდე. რა ამბავია? მაგრამ სამოგივით ესეთი ბურატები ვიყიდე. ესეთი არის საბაზანა. ეს არის მეორე ოთახი. ვერ ჩამევიტანე, ვერ ჩამოვიტანე. მარიამა თავისი სად არის ჩემი ტელეფონი? რომელიც შენ გავალია და გაბარია. დილონ შედავ სამეგობრებო როგორ ხართ? ჩვენ მოვამზადეთ აქ საუზმე, მე გავაკეთე სალათი, მარიამმა მოხარშა კვერცხი და ეხა ტორტიას ურაპებში შეიხვება ესე ლამაზად. კიდე გვაქვს რაღაცა ბულგარული ყველი, ფილადელფია პროტეინით. ხო და მოკლედ ეხა მივდივართ, რომ ჩვენი მეგობარი ვნახოთ, ელენე, რომელიც მთელი დღე არის გველოდება ჩვენ. ნეტა რატომ? და შვიდზე აქვს ფრენა. ნეტა რატომ? ტრამვაით მივდივართ. ბილეთი იყიდა? როგორ? დაადე უბრალოდ? აი, აქ არის გადასახდელი. აქაური არქიტექტურა ძალიან გავს თბილის და უფრო მეტად გავს საბჭოთა კავშირის არქიტექტურას. მთავარი ეკლესიის დასათვალიერებლად მოვედით. მარიამი ამბობს აკაკი და ელიაც აკაც დგანანო. ხოთანის ბუჯველი სკოლა არის უკან. ანახე ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ნერი კარებები აქვს. ანუ აი ამ ლეიქს ხო კარგად ხედავთ, Feng Shui ლეიქი და ანუ აი ამ სურათებს უბრალოდ დააკვირდით. ამ სურათებს დააკვირდით და რეალობა. რა შემოგვეთე და რა ჩამოვიდა? ეს არის რეალობა. ეს არის Feng Shui Lake. იდეაში გამოვედით იმისთვის, რომ მწვანე ბალახი და მწვანე რაღაც შევისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ამ გამხმარი ბალახები სად შევისუნთქო, რა ჭირად მინდა. ახლა ვეძებთ რაღაც ქუჩას და ვერ ვიპოვეთ. ის აკეთებს მარიამი აკეთებს. ლამაზი და მოწესრიგებული ზებრები აქვს. ასევე ძალიან ლამაზი შენობები. მაგრამ ჩვენთან ბევრად ლამაზი შენობები არის. ეს ოფიციალურის დღე, რადგან მანქანაში არ შეხედავთ 8 საათი. ზუსტად მარჯანიშვილის მოედანია. აი მას შეხედე. მარჯანიშვილის კი არა, იცი სად კიდე? მელიქიშვილზეც არის ესეთი შენობა. შუა ქალაქში რო იღებდნენ. ზად შეფთა ულამაზესი ეკლესია. ძველი ქალაქის ხედზე ვართ, საჭმელს ვეძებთ. ამაშია ცუდად არის, ამას მუცელის ტკივა ცუდად არის. მე დავიღალე და ცუდად ვარ. და აი ასე. ეს არის მთავარი ცნობილი ტრამვაის გზა, მაგრამ ვერ მოვასწარი გადაღება. ესეთი ცუდი მაკდონალდსი, აი რა ვიცი, ალბათ საუკუნე ნახევარი არ მინახავს. გონია რომ რა ლამაზია ბიჭო, რას გავს.
მაგრამ ახლა შუქი ისე უყავს კამერაში ულამაზესი ჩანს. ზედმეტად ამერიკულია, იმიტომ რომ ამერიკაში ისეთი მოძველებული რაღაცებია შემორჩენილი. აი მოგვესალმნენ კიდეც. რეალურად ძალიან ლამაზია რომ დააკვირდები, ისეთი ვინტაჟური და ლამაზია რომ რა ვიცი. ესეთი ცუდი მაკდონალდსი. აი ტრამვაიც. რაო, ვერ ჭამე ვერაფერი? ვერა. შესაგვეთი არ იყო და შემრცხვა შეგვეცა. ხონდა ვნახო რა მინდა, ხონდა გადავწყვიტო რა მჭირდება რა ვიცი. სამსართულიანი მაკდონალდსი არ იყო და მაგითო. კიდევ ერთი ტრამვაი, რომელიც დგას. რა საყვარლობა ამ ტრამვაიში არის ტურისტული ცენტრი. ივასწარით. ეს არის ყველაზე ცნობილი ტრამვაი ბულგარეთში და სოფიაში. დიდად რო ვთქვათ, რომ ულამაზესია, არა, გამოიწია ბიჭო. ლაშა. მანქანები დადიან მანდ. როცა ჩაქრება ჭადრებში, ლამპიონების ნათება. საჭმლის ძიებაში ვართ. დღეს როგორც ჩანს უქმე დღე და ყველაფერი დაკეტილია. მე მგონი ისევ მაგში მოგვიწევს. ვაიმე როგორ ბნელა. რაც ვეგანური ნამცხრები ვიყიდეთ, ეგ ვუჭარეთ. ულამაზესი ფისოვი პოეთ და ვუღებთ ფოტოებს და ვიდეოებს. ეს სახლი არის, არ ვიცი, შედევრი. ზემოთ სხვანაირია, ქვემოთ სხვანაირია. საჭმელად მოვედით. მომწონს თუ არა არჩევანი გვაქვს? არა, გვაქვს საჭმელი. კიდე არის რამე ადგილი ღია? ნახოთ აბა აქ მენიუ. მენიუ, ფილე მენიუ. დავასკანეროთ, მეგობრებო. ვაიმე, რა წვრილო წერი აქ, რა უნდა წავიკითხო? ბაგეტი ალიო ული. რა არის 4 და 3 აქვს ფეიტინგზე. ლამაზი ადგილი კი არის ისე. 2 seconds later. ნახოთ რა გვაქვს. აი, ვეგეტარიანული ბურგერი მე. ვანილის მილკშეიქის არჩევად შეიძლება. კოლა 0. კაპის ავიღებ და გავსინჯავ. ოღონდ გრეიპფრუტის კაპის. 37 და 60 ლები გადავიხადე. რაც არის სადღაც 1.70 ლარამდე, რა მეტი შეიძლება. ნიკა რამდენი გადაიხადე? 17 და 20. მაკდონალდსი ჩვენთან ისეთი მოწესრიგებულია, რომ რა ვიცი. შეხედე ის რა არის, უჭუჭყიანია. არც ალაგებენ და არაფერი. ავიღეთ კოლა 0, კაპი გრეიპფრუტის free, ვეჯი ბურგერი, ჩვეულებრივი ბურგერი. ლაშასთვის თვითონაც შეუკვეთა ცალკე. ეს რა ბურგერია? ორმაგით ჩილი ცხარე იქნება და შენ ცხარეს არ ჭამ? ვეგეტარიანული სოიოს ტორტილა. რას მიირთმევთ? ხალაპენიო რა ყავს აქ? ეწერა. კი, ცხარე ვარიანტიც იყო და ცხარეს გარეშეც მე მგონი. ადამიანს გამოიყურება. შენი ბურგერი ხოჭოს დაიმერია. აი. Down. Down. ახლა რა ის ჯერია? ესპრესო ფრი. მივდივარ სახლისკენ და როგორც იქნა მივაღწიეთ სახლამდე, იმიტომ რომ ნიკას გზა შეეშალა. ჩამოგვიყვანა ტროლეიბუსის თუ რისთი ვიყავით ტრამვაის ბოლო გაჩერებაზე. ტყეში ამოვყავით უცებ ხალხი, რაღაც კრიმინალური დაჯგუფებები იყვნენ იქ და გამოვიქეცით რა ვიცი და მე იქით ამ მხარეს ვიყავით, გადასასვლელი არსა და იყო, იმიტომ რომ ეს ტრასა არის რა. სადღაც მოვძებნეთ მიწისქვეშა და იმ მიწისქვეშიდან გადმოვიდით, მოვდივართ ახლა. მე არ გამომხსენებდა გასა. ახლა ვუყურებდი და დღეს გავიარეთ 18 კილომეტრი, ცოტა მეტი. სპეციალური მიჩვენია ყოველთვის. მაგრამ ახლა ასეთ ტრიპებში სხვანაირად არ გამოდის და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ბევრი სიარული მოგვიწია. პირველ რიგში ჩამოვდივართ პარკინგზე. უბრალოდ გვაინტერესებს. მგონია რომ მანქანა დამრჩა ღია და მაინტერესებს სიმართლეა თუ არა. აბა ვნახოთ კარი თუ არის ღია. მგონია რომ მანქანის კარები დატოვა ღია. It was at this moment that he knew he fucked up. შეამოწმეთ კაცმა შიგნით არა? აქ რაღაცა დიდო, მაგრამ ის დევს ისე. ის ისოდა. მე საფული მიდევ საფული. სად არის? საფული კარგი რომ ჩემი შოკოლადები აქ არის. მომეც საფულე. აიმე. ვიცოდი, არა და ვიცოდი. არის ვიცოდი რომ დამრჩა. აი შუა გზაში გამახსენდა, სადღაც მივიდიოდი და უცებ ამომიტივდივდა რომ არ ჩამიკეთოს. ის ვიდეო ხო იცი? პრიუს რომ მოპარეს. აქეთ დგას ეს რაღაცა BMW, რა სიძახის? მითხარი რა. პრიუსიო. აქეთ დგას, აქეთ დგას პორშეო
აქეთ გას მაიბახი თუ რაღაცა, აქეთ ბენტლის ის არის ოფისიო და რაღა მე მომპარეს ჩემი პრიუსიო თუ რაღაცა და ზუსტად ეგრე არის. მაინც ჩემი პრიუსი გატეხეს ამდენად მოწყლება. ხო და ზუსტად ეგეთი სიტუაცია. აქ რაღაცა ბოლო BMW, იქ მეორე ბოლო BMW და ჩემი მანქანიდან რომ $100 მოეპარათ. მოვედით სახლში და ახლა უნდა მოვემზადოთ ხვალინდელი გზისთვის. და არ ვიცი რაღაც სად მიდივართ. მე კოღოებმა დამგლიჯეს. ფოთზე ხორი გავრცელებული რომ საკოღოეთია. მაგრამ ბულგარეთი ყოფილა უარესი. წავისვი ის ხსნარი. ესეთი ხსნარია და კოღოების ნაკბენს რო წაუსმევ აღარ გიქავება. ეკოფლოუს ვტენი აქეთ, რადგან ხოლ დიდ გზაზე ვიქნებით, საჭიროა რომ დატენილი იყოს. მაგრამ ისე 2 დღეა ყველაფერს ამით ვტენი და ჯერ 72%-ზეა. დღეს ძალიან მაგარი ფოტოები გადავიღეთ ნიკას ახალი ლინზით, მოცუცქნულით და ამ მოცუცქნულით და რაღაც შევიდა რომ ფოტოები დაათვალიეროს და აღარ არის. სიგიჟეა 640 ვატით იტენება, ანუ ეგრამდე იცით რომ შევადარო თქვენი ტელეფონი, ანუ სტანდარტული დამტენი, რასაც ყიდულობთ ცალკე არის 20 ვატია. ძალიან სწრაფად იტენება რა, ანუ ფაქტობრივად 98%-ზე ეხა და 107 წუთში ავა. შევდივართ Google Maps-ში და ვგეგმავთ დანარჩენ გზას. ძალიან დიდი კრაზანა შემოფრინდა აიქსის ვაიმე ახლოს ვერ მივდივარ. ვაიმე ლაშა ჩუსტებით დგას. ვაიმე დექსამეტაზონიც არ გვაქვს რომ რამე მოხდეს, უცებ დავირჭოთ. ვაიმე როგორ ხდება დაიწე? ვაიმე. შუქი ჩაახრა და გავუ. 20 წამი დავუყოთ. ამ თვეში მოკვდა ვიღაცა სამეგრელოში მაგით. ვაიმე რამ ხელაბზიკია. მე რო ვეღარ ვიპოვოთ და დარჩეს სახში და ღამე რო გვიკბინოს. გაჩერდი გოგო. იყავით ახლა. ვაიმე. მანდარე? დანა რო ჩაასო. აი გაჩერდი. ბიჭო, გინდა რომ ესროლო? ამოდი, არა, კარგი გოგო ეცა. ბიჭო, ეგ უნდა ესროლო? რას იკეთებ? რას მე? ესე დავარ. არა. ბიჭო, არ ქნა. ბიჭო, არ გინდა, იმიტომ რომ დავაბინძურებთ. ბულგარეთში. რატომ მოვიდა მაინც და მაინც ჩვენ? ბიჭო, არ ესროლო. ვაიმე. ბიჭო, მოჯვა დაინახე. კი, გამოვარ. იცი როგორ ჭამენ ფუტკრებს, კრაზანები. ესე ყოლაპავენ. ფუტკრებს ჭამენ ესენი? ხო. ვაიმე, აქ მოდის ბიჭო. მოარტყა მე გამოგიკიდება. აუ, რას ნიშნავს არა? აუ, იქ რომ ბიზნეს ვერ გამხედავ ახლა. სო გახიზიანდა, ეხა გახიზიანდა. ნახე როგორ დაფრთხო, გახიზიანდა. გადავდაფრთხო. გამწარებული დარბის საკეთ იქით, აბა ვინ იყო ესო? აბასე და ოკეი, ხო. სადარი მე ვერ სადაც იქ იყო. თავი. თუ არ დავშვიდება.